განშორების, სეპარაციის შფოთვა არის ემოციური გამოცდილება, რომელიც დაკავშირებული არის ადრეულ მიჯაჭვურობებთან და შიშებთან, რომ ბავშვი დაკარგავს აღმზრდელს ან მშობელს. ეს ტკივილი არის ღრმა, გაუცნობიერებელი განცდა, რომ ის დარჩება მარტო და გაწყდება კავშირი. ხშირად ხდება ისე, რომ ეს განცდა, რასაც ბავშვები განიცდიან, არ არის მხოლოდ მათი და ეს მშობლის ემოციებიც არის. არათანმიმდევრული ან გადაჭარბებული ზრუნვა შესაძლოა ბავშვისთვის ნიშნავდეს უარყოფას და მარტოობას. მიუხედავად იმისა, რომ სეპარაციის შფოთვა ძირითადად გვხდება ჩვილებში და სკოლამდელ ასაკში, შესაძლოა ისეთი შემთხვევებიც გქონდეს, როდესაც ეს შფოთვა შედარებით მოზრდილ ასაკშიც გაჩნდება. მაგალითად, შეიძლება ეს იყოს სკოლაში წასვლა ან თუნდაც ოჯახის სტრუქტურაში ცვლილებები, მაგალითად ახალი დაძმის დაბადება, განქორწინება მშობლების ან ერთ-ერთი მშობლის ავადმყოფობისგან გაჩენილი დაუცველობის განცდა. ასევე საცხოვრებელი ადგილის შეცვლა შესაძლოა აღმოჩნდეს ბავშვისთვის სტრესული. ამ შინაგან ტკივილს ბავშვები სხვადასხვანაირად გამოხატავენ. ზოგი მათგანი შესაძლოა პირდაპირ გამოხატავდეს, რაც გულისხმობს იმას, რომ ტირის, მშობელს ტანსაცმელზე ეკიდება, ან თხოვს, რომ ის არ წავიდეს. სხვა შემთხვევებში შესაძლოა ფსიქოსომატურად იყოს გამოხატული, მაგალითად თავის, კუჭის ან მუცლის ტკივილი, გულის სრევის შეგრძნება ან თუნდაც ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო რთულ შემთხვევებში გულის სრევაც, მაგალითად სკოლის დაწყებამდე. ასევე გვხდება რეგრესული ქცევები, მაგალითად ბავშვი, რომელიც შეჩვეული არის მარტო ძილს, უცბად ისევ უჩნდება სურვილი, რომ დაბრუნდეს მშობლების საწყლში. ფსიქიკის გზა არის შეეწინააღმდეგოს სეპარაციას. არაცნობიერი მცდელობა, რომ კავშირი შეინარჩუნოს ნებისმიერ ფასად. ზოგადად განშორების შფოთვა ბუნებრივია, რომ არსებობს ბავშვებში, თუმცა თუ მაგალითად ხდება ისე, რომ ამის გამო ბავშვი უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე ან ბაღში წასვლაზე, იცვლება მისი ყოველდღიური ქცევა და ასევე განიცდის პანიკურ შეტევებს, ამ დროს ფსიქოთერაპია დამხმარე მეთოდი არის მისი ემოციების გადასამუშავებლად, უსაფრთხოების განცდის გასაძლიერებლად და თავდაჯერებულობის ჩამოსაყალიბებლად. პირადად მე, როგორც ართ-თერაპევტი, ვიყენებ ართ-თერაპიულ მიდგომებს, რაც გულისხმობს სხვადასხვა შემოქმედებითი საშუალებების გამოყენებას პროცესში, რომლებიც დამხმარე არის ბავშვისთვის საკუთარი თავის გამოსახატად.